Amin. Სახელითა მამისათა, დადისათა, დაწმენდისა სულისათა. Azi და მარადის და უკუნით უკუნისამდე ამინ. გეულოცავთ დღევანდელ დღეს ქრისტეს შობის წინა კვირა ეწოდება ამ კვირას და ჩვენ უკვე ეკლესია მიგვაახლებს ამ სიხარულთან, რასაც ქვია ქრისტეს შობა. გვამზადებს ამისთვის. მთელი მარხვა ემზადებოდით ამისთვის. მარხვა ძალიან მნიშვნელოვანი რამაა, იმიტომ რომ ამზადებს ადამიანს იმისთვის დიდი სიწმინდე მიიღოს. ნახეთ, ყოველ დიდ დღესასწაულს წინ უძღვის მარხვა, ყოველ დიდ დღესასწაულს. რატომ არის? იმიტომ რომ ადამიანი განეწმინდოს და ასე მიახლოს ღვთაებას. გახსოვს ალბათ, რამდენი დღე იმარხულა მოსე წინასწარმეტყველმა და ფეხში შველი და ასე მოწიწებით მივიდა და ნახეთ როგორი გამოცხადება მიიღო. ყოველი წმინდანი მარხვითა და ლოცვითა განეწმინდებოდნენ, იმიტომ რომ ღვთის საიდუმლოებები მიიღოთ. არავინ მაძღარი, არავინ გაშვებული, ულოცველი ვერ მიახლება ღმერთს. ამიტომაც მარხვას ეს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. და ამიტომაც არის რომ ყველაზე კარგად ადამიანი განიცდის, ყველაზე მეტად კარგად საკუთარ თავს განიცდის მარხვაში. იმიტომ აქ ხორციც ხარობს. თუ სწორად მარხულობს ადამიანი და აქაც რაღაც და მისი სულიც ხარობს. ამიტომ ადამიანმა მთელი გულით მადლობა უთხრას ღმერთს და ეკლესიას, რომ მან დააწესა წმინდა მარხვები. არავინ არ წმინდა შენებრ უფალო, ასე არავინ არ წმინდა შენებრ ქრისტე, არავინ არ მხსნელ გარნაშენდა ქრისტე. დღეს ვკითხულობდი ჩვენ მართლაც მაცხოვარი არა მარტო მისი ღვთაებრივი ბუნებით არის წმინდა, არამედ მისი ადამიანური ხორციალებრივი შთამომავლობითაც. დღეს ჩვენ წავიკითხეთ გენეოლოგია, საოცარი გენეოლოგია. არავინ კაცობრიობაში ასეთი გენეოლოგია არ აქვს. ამდენი წმინდა ადამიანი, ამდენი მართალი, ამდენი ღვთის შვილი, ღვთის მონა, ღვთის ერთგული ადამიანი. არავინც არ აქვს გენეოლოგიაში, როგორც აქვს მაცხოვარს. და რა თქმა უნდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. რატომ ვკითხულობთ ამას? იმიტომ რომ აი ამ ღვთაებრივმა გენეოლოგიებმა აი მართალი ადამიანების უდიდესი სიკეთე მოუტანეს კაცობრიობას. და პირიქით უდიდესი ბოროტება მოუტანეს კაცობრიობას იმ გვარებმა, იმ ტომებმა, იმ გენეოლოგიებმა, რომელიც ბოროტებას, უღმერთობას, ჯანყს ატარებდნენ საკუთარ თავში და საკუთარ არსებაში. ასეთი იყო მაგალითად კაინი, კაინის შთამომავლები, ბიბლია წერს კაინის შთამომავლები, რომელსაც ეს მემკვიდრეობით ერგოთ, რა თქმა უნდა, მემკვიდრეობა ეს დაღი არ არის, ყველა შეუძლია დაიხსნას თავი აქედან, მაგრამ ეს მემკვიდრეობა არის უმძიმესი, ბოროტი ადამიანების მემკვიდრეობა, ცოდვის მემკვიდრეობა, რომელსაც ადამიანი გადასცემს მის შთამომავლობას. კაინი, იუდა და სხვა მრავალი შეგვიძლია დავასახელოთ. უდიდესი სიზღლისღვა, უდიდესი ანტიხუმანურობა მოიტანეს მათ დედამიწაზე. და დანას ტომი, როგორც ბიბლიაში წერია, ეს არის დანას ტომი, დაწყევლილი ტომი, რომლისგანაც მოვა ყველაზე დიდი ბოროტება, ხორჩესხმული ეშმაკი, ანტიქრისტე დედამიწაზე, რომელიც ისეთი გენიალური იქნება ადამიანური თვალსაზრისით, ნიჭიერი პოლიტიკოსი, უდიდესი ეკონომისტი, რომელიც დააწყნარებს ომებს, მშვიდობას ჩამოაგდებს, ეკონომიურ პრობლემას მოიხსნის და ადამიანები იტყვიან, რომ გვეშველა. იმიტომ რომ რომელი ადამიანები იტყვიან გვეშველა? ადამიანები, რომლებიც 60-ს ეძებენ დედამიწაზე. აი ესეთი ადამიანები იწყება.
თორემ მორწმუნეები მაშინვე მიხვდებიან, ამაში, რომ ამას ის გააკეთებს არა ღმერთის სახელით, არამედ რაღაცა კაცობრიობის სიყვარული და საკუთარი სახელით გააკეთებს ამას ყველაფერს. ეს სქემები დღესაც თუ დააკვირდება ადამიანი, ეს სქემა, რომ ერთი ადამიანი მოვა გენიოსი და ყველა პრობლემას მოაგვარებს, დღესაც ხორციელდება სამყაროში თუ დააკვირდებით ამას. ეს ბოროტის სქემა. ამიტომ ვინ ან ისურვებს, რომ მის გენეალოგიაში იყოს წმინდა მართალი ადამიანები, ვის არ უნდა ეს? ვის უნდა რომ საკუთარი მძიმე მემკვიდრეობა გადასცეს საკუთარ შვილებს? ყველა სურს ეს. და ამიტომ ნახეთ რა კაც მოყვარია ღმერთი, როგორ გვანუგეშებს ჩვენ. ის სულიერად გვინათესავდება, ხორცეულად შეუძლებელია, ხო? ამიტომ სულიერად გვინათესავდება ჩვენ. და ეს არ არის უბრალოდ სიტყვები. ნახეთ, მაცხოვარი ამბობს, ვისაც ექნება მორჩილება მამისა ჩემისა, რომელიც არს ცათაშინა, ის იქნება ჩემი ძმა, ის იქნება ჩემი და ის იქნება ჩემი დედა. და აი ამ სულიერი ნათესაობით უფალს სურს, რომ ჩვენში შეწყდეს ეს ჯაჭვი ცოდვისა, რომელიც ჩვენი წინაპრებიდან გადმოგვეცო და რომელიც ჩვენც უნდა გადავცეთ. გვაძლევს შანსს იმისთვის, რომ ჩვენ ახალ გენეალოგიას, ახალ ადამიანს დაუდოთ საფუძველი ჩვენში. ამიტომ არის, რომ ქრისტიანი არ არის უბრალო ადამიანი. იმიტომ რომ ქრისტიანობა არ არის უბრალო მოვლენა. ქრისტიანობა კოსმიური მოვლენა. ღმერთი გარდამოხდა ზეციდან დედამიწაზე, ღმერთი განკაცდა და ამას შედეგი ხომ უნდა მოყვეს. და რა არის ამის შედეგი? ამის შედეგი არის ახალი ადამიანი, ახალი გენეალოგია. ადამიანი, რომელიც იცხოვრებს წმინდად, ადამიანი, რომელიც მიზანი იქნება სიწმინდის მოპოვება, მადლის მოპოვება. აი ეს შედეგი უნდა დადგეს. ამიტომ ერთადერთი რამისთვის იშვა, ესე ამბობენ წმინდა მამები, ქრისტე. იმისთვის, რომ ერთადერთი ჩვენ გავხდეთ, ისევ გავხდეთ ჩვენ მართშვილები, ყველა ადამიანი არის შვილი ღვთისა. ყველა ადამიანი დედამიწაზე. განურჩევლად ასაკისა, განურჩევლად ფერისა, კანისა, სარწმუნოებისა, ყველა ღვთისშვილია. მაგრამ მას უნდა მიანიჭოს მას კუთხეული შვილობა ყველა ადამიანს და ამიტომ იშვა ქრისტე. მაგრამ როგორ განხორციელდება, როგორ მოხდება, როგორ გახდება ადამიანი ისევ ღვთისშვილი? ღვთისშვილი შეიძლება იყოს დაწუნებული და ერთგული, ხო? არის შვილები, რომელიც დაწუნებულები არიან, რომელმაც უარყვეს მამის ნება და არის შვილები, რომელსაც სურთ მამის ნება. როგორ შეიძლება გახდეს ადამიანი? როგორ შეიძლება? და ასე ასწავლიან წმინდა მამები, ქრისტე იშვა ხორციელად, მაგრამ აუცილებელია ის იშვა ჩვენში. და რანაირად უნდა იშვას ქრისტე ჩვენში? და მამები პასუხობენ, რომ ამისთვის აუცილებელია შენი არსება გახდეს ქრისტიანი, შენი გონება გახდეს ქრისტესი. პავლე მოციქული ამბობს, გონება ქრისტესი გაქუნდინ. ეს ნიშნავს, რომ შენი მსოფლმხედველობა, შენი ფილოსოფია, შენი აზროვნება უნდა ეფუძნებოდეს ქრისტეს სწავლებას. რომ შენ მარად უნდა გქონდეს ხსოვნა ქრისტესი, შენ გონებას უნდა გქონდეს ხსოვნა ქრისტესი, იმიტომ რომ ის არის მაცხოვნებელი. მას აქვს მადლი და წყალობა, მას აქვს შერიგება, მას აქვს მადლი, რომ შეაჩეროს ცოდვის წყდიადი. ქრისტე რომ იშვეს ადამიანში, ამისთვის აუცილებელია გულით შეიყვაროთ იგი. საერთოდ ყველაფერი გულით უნდა აკეთოთ. რასაც გულით არ აკეთებთ, ყველაფერი ცუდად გამოდის. გულით უნდა შეიყვარო ქრისტე და უნდა შეიყვარო უფრო მეტად, ვიდრე დედა, მამა, შვილი, ვიდრე ყველაფერზე მეტად უნდა შეიყვარო ქრისტე. მაშინ იშვება იგი შენში. და მაშინ იშვება ქრისტე შენში, როდესაც შენი ცხოვრების პრინციპები, შენი ცხოვრება ეფუძნება წმინდა მცნებებს, წმინდა სახარებას, როცა სახარება არის შენი
მორალით, ზნეობად, კონსტიტუციაც ყველაფერია შენთვის. ყველაზე უფრო მთავარია შენთვის. ყველა ადამიანურ მოსაზრებაზე რა გენიალური წარ უნდა იყოს. ამაზე წინ წმინდა სახარება არ უნდა დააყენოს ადამიანს. ქრისტიანული სიბრძნე ამაზე წინ არ უნდა დააყენოს ადამიანს. და თუ კი იშვება, ამბობენ მამები, ადამიანში ქრისტე, მაშინ ამ ადამიანზე უფრო ბედნიერი, ამ ადამიანზე უფრო მტკიცე, ამ ადამიანზე, იმიტომ რომ თუ იშვება ქრისტე, ესე იგი შენ თანაზიარი ხდები მარადიულობის, მარადიული ღირებულებების, მარადიული სიკეთის, მარადიული ნეტარების, მარადიული დიდების ნაწილი ხდები შენ. და თუ კი ეს განხორციელდა, მიუხედავად იმისა, რა ხდება შენს გარშემო, რა ეპოქაში ცხოვრობ შენ, რა ხდება შენს გარშემო, მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ რომ წმინდა ამათა ლოთი გახსოვთ სოდომში ცხოვრობდა. მართალია ის წუხდა მის თანამემამულეებზე, რომელმაც დაივიწყეს ღმერთი და გარყვნილებაში გარყვნილება დაისახეს და ჰედონიზმი დაისახეს ცხოვრების წესად, ჰედონიზმი. მიუხედავად ამისა, ღმერთი მუდამ იყო მასთან. სოდომშიც იყო მასთან ღმერთი. იმიტომ რომ ის ეძიებდა ღმერთს და ყველაზე მეტად უყვარდა და ყველაზე მეტად ჰქონდა მისი სასოება. ამ ადგილის განმარტებისას წმინდა ამბროსი მედიოლანელი აი ესეც საინტერესო რამეს გვეუბნება ჩვენ ქრისტიანებს. ანუ ბიბლიაში წერია ასეთი სიტყვები, ლოცე უბნება გაიქეცი, ცხონდი, გადარჩი და ამით იცხონებ სულსა შენსას. და ამას განმარტავს, რას ნიშნავსო ეს? ამიტომ უკან ნუ ვიხედებით. არამედ წინ ვიყუროთ იქ, სადაც ქრისტეა. იგი მოგვიწოდებს, მე მომდევდი, როგორც მოუწოდა ერთდროს პავლეს. უკან სოდომია ურცხვებით სავსე და გომორი მანკიერებით ყოყლოჩინა. ანუ სოდომი და გომორი არის ყველა დაცემული ცივილიზაციის სახე. და ჩვენი ცივილიზაციაც მათ შორის გსურთ თუ არ გსურთ ესა, დიდი გულისტკივილით უნდა ვთქვათ, რომ არის მსგავსი სოდომისა და გომორისა. იმიტომ რომ სადაც ღირებულებები აღრეულია, სადაც აღარ არის თეთრი, თეთრს არ ეძახიან, შავს არ ეძახიან და ყველაფერი ტალახისფერია, ეს რა თქმა უნდა მოასწავებს იმ, სადაც განაგდეს ქრისტე მაცხოვრის სწავლება, სადაც თქვენს რომ ეს მოძველდა ეს ყველაფერი და ისტორიული ქრისტე ჩაბარდა ისტორიას და სადაც ადამიანებმა ამქვეყნიური ყოფა გაიხადეს მიზნად, სადაც მათი ღმერთი მამონა, სადაც მათი სიამოვნება არის მხოლოდ მუცლის სიამოვნება, იქ რა თქმა უნდა არის სოდომისა და გომორის ცივილიზაცია. თუ ქრისტესთან ერთად ვიშვით და თუ ქრისტესთან დავეფალით, იცით რას ნიშნავს ნათლობის დროს სამჯერ შთაფლა? ეს ნიშნავს, რომ შენ კვდები ქრისტესთან ერთად, კვდები ხორციელთ არა, ცოდვები კვდება შენში, შენ ამის პირობას დებს, რომ ცოდვები მოკვდა ეხლა, ჩემში არ როგორც დაეფლა და დაფლასთან. და ამიტომ გეუბნება, რომ თუ კი შენო იშვიო ქრისტესთან ერთად, თუ შენ მოკვდი მასთან, შენი ცოდვები მოკვდაო, მაშინ რატომ მივსდევთ ამ ქვეყნიურ სტიქიებს, მათ წესს? რატომ მივსდევთ? რატომ არის ქვეყნიურ სტიქიები ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი? რატომ გადავაჩოჩე ჩვენ ცხოვრებაში ღმერთი? რატომ არ ხარობთ? იმიტომ რომ მოციქული ამბობს, მარადის იხაროდენ, მარადის ილოცებდეთ, გვეუბნება. სად არის ეს სიხარული ღმერთი? იმიტომ რომ ღმერთთან ურთიერთობა ჩვენი ინტიმი არ ხდება. არ გვაქვს ჩვენ შინაგანი მდგომარეობა და ამიტომაც ვართ დაღვრემილები, მოღუშულები, შეშინებულები, საფსარკვეთილები, იმიტომაც და ვინ არის ეს? ვინა ნახეთ კაინს ჰქონდა ეს წყევლა. მთელი ცხოვრება შენ იყავი შეშფოთებული და მთელი ცხოვრება შენ ჰქონდესო შფოთიო, იმიტომ რომ ელოდე მახვილს, რომელიც შენ მოკლავს. ეს შფოთი არის კაინის კულტურა.
და არა ღვთისშვილების კულტურა. ბიბლიაში წერია ხელს ნუახლებ, ამას ეუბნება მართალ ლოც ხელს ნუახლებ. ნუ იგემებ, რაზეა ლაპარაკი? აქ არის ზუსტად ამ ცივილიზაციასთან ნუ გექნება სულიერი ერთობა. ნუ ჩაერთვები ამ ცივილიზაციის კულტურულ ცხოვრებაში. იმიტომ რომ რა არის, ნახე, ნუ შეეხები, ნუ რაფერს, რაც იხრწნება. სადაც არ არის ქრისტე, მისი მცნებები, ყველაფერი იხრწნება დებოდა ძმები. ამიტომ ქრისტიანი ისე უნდა ცხოვრობდეს, როგორც იოანე ოქროპირი ამბობს მოძღვარზე, ყველაფერი იცოდეს, რაც ხდებაო, მაგრამ ყველაფერზე მაღლა იდგეს. ყველაფერზე მაღლა დადგება მაშინ ქრისტიანი, როდესაც მის გონებას, გულს და ცხოვრებას არ დაუთმოს ამ ქვეყნიურ სტიქიებს. გაიქეცი სოდომიდან სწრაფად, ანუ სოდომიდან ფიზიკურად კი არ უნდა გაიქცე, უნდა გაიქცე, შინაგანად უნდა გაიქცე. მიატოვე იგი, რომ მოახლოებულ საშიშროებას გადაურჩე. იმიტომ რომ ეს საშიშროება მახვილი, აღმართულია. იქ სადაც ღვთის გმობა, იქ სადაც ცნებების გათელვა, იქ მახვილი, აღმართულია. ნუ შეყვამდები ამ ცოდვის მხარეში. ვინც უკან მოიხედა, იგი დაიღუპა. ანუ ლაპარაკია ცოლზე, ლოთის ცოლზე. გახსოვთ ალბათ, მოიხედა სოდომისკენ და მარილის ლოდად იქცა. და ვინც არა, იგი გადარჩა. ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაკურთხოთ, ღმერთმა მოგვანიჭოს უდიდესი სიხარული, რომელსაც ვერ შეედრება ამა ქვეყნის ვერანაირი სიკეთე. ეს არის სულიერი სიხარული, რომელიც ხორციელდება, მაშინ, როდესაც იშვება ადამიანში ქრისტე. ღმერთმა დაგლოცოთ და გაკურთხოთ.